აი, ჩვეულებრივი ბადე ორჯოხზე. მას გავჭიმავთ აი აქ ქოხის წინ. ესე დავამაგრებთ. ჩვენ ვეფარებით აი ამ ქოხს. ფრინველი მოდის იქედან. ბადის შემდეგ ყავს ჩიტი. და დაველოდოთ უნდა ფრინველის გამოჩენას. სანამ ჩიტამდე მოვა წინ არის ბადე. ამ ბადეში რომ მოხდება, აი ბადეს ვკრავთ ხელს და შიგნით ფრინველი გაეხვევა. ისე ადრე უფრო ბევრი იყო ასაკიანი ხალხი, პატა ბავშვებიც, ახალგაზრდებიც. შემდეგ რაღაცა შესუსტა ეს დამოკიდებულება ბუნებასთან, ფრინველთან დამოკიდებულება და რაღაც ჩიტი იციან რაია, არც ფრინველი იციან რაია. არაფერი აღარ იციან საერთოდ. ურთიერთობა გაწყდა. კაცობრიობის ურთიერთობა გაწყდა სამყაროსთან საერთოდ და რასაც ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს მას. მეფეებს ყავდნენ შევარდენით ნადირობდნენ, ხოლო გლეხებს არ ჰქონდა უფლება, რომ შევარდანი ყოლოდათ. გლეხს ყავდა მიმინო. ქორი მიმინო, მაგრამ ქორს დიდად არ აქცევდნენ ყურადღებას, უფრო მიმინოს. ხოლო როდესაც შემდეგ მეფობა გადააგდეს, მიხდი ეს სწავლება, ძირითადად სადაც ინახებოდა ბაზიერობ, ეს შევარდენიც გადავარდა მასთან ერთად რა და დარჩა გლეხი მიმინოსთან ერთად. და დღევანდელი სიტუაცია რაცაა მოტანილი ბაზიერობის აქან სწავლება ეგა მიმინოს დამსახურება. გლეხებმა შეინახა და მიმინო მოიტანა. ამისათვის დიდ მადლობას უნდა უხდიდნენ მიმინოს მაგის შესახებ. მაგრამ ყურადღება არ ექცევა რა. აი კაი იქნება რაღაც ფორმა მიღებული, რომ აი წესით არის შემთხვევები შეიძლება მოვიდეს ვიღაცა დამცველი გარემოს და გითხრას რომ ეს არ შეიძლება. მაგრამ ბაზიერობა შეიძლება. მაგრამ ბაზიერობა თუ შეიძლება ფრინველი თუ არ გეყოლა, რაფერი შეიძლება ბაზიერობა ფრინველი თუ არ დაეჭირე. ზოგი გასართობად მოდის ახლა ბაზიერები არა, მაგრამ ხელს არ ვიშვერ ახლა არავის მიმართ, მაგრამ ყველა მონადირე მიცის რომ ბაზიერი სადაც დაждდება ფრინველის დასაჭერად, იქ გადადის სხვადასხვა ფრინველები კიდე, სანადიროთაც და ისეთ მოიპოვება. ხო და როცა არ არის სანადირო ფრინველის ფრენა, ხანდახან ერთობიან და ამ გაფრინვალე ფრინველებს ესვრიან, ერთობიან, გართობის მისით გამოიყენებენ. კლავენ და აი აქ მერე დაცივა ეს ბურდღები კრუხში გაგიპუტავენ რაღაცა. და მერე ვიღაცები მოვლენ ნახავენ ამას და გონიათ რომ ბაზიერები კლავენ აქ მიმინოებს და ფრინველებს. ბაზიერები ყველაზე მაგრა ხვდებიან ბუნებაში პრობლემა როცა აქ ფრინველს. იმიტომ რომ არის სეზონი ყოფილა მასიურად დავამტყოფებული ფრინველები დაგვიჭერია. სექტემბერი არის ძირითადად ახლა ადამიანს უკვე როცა უნდა ფრინველი დაიჭიროს და შემდეგ ფრინველით ინადიროს, უკვე სექტემბერში ფრინველი უნდა ყავდეს მას წესით რა დაჭერილი და გამართული. ზოგს გონია მერე ეძახიან რომ იყო ასე შემთხვევა რომ მერე რო გოუშვე მოკვდება, ვეღარ წავა, ვერ გადაფრინდება, ეგრე არა, იმიტომ რომ ფრინველი მიმინოს ზამთარშიც არის ჩვენთან. მიხდი? ყველა არ მიდის. ხო და თუ ვინმე იტოვებს, ის ჩვეულებრივად სპეციალური ოთახია, სადაც გამოაზამთრეს და უვლის მას. წყერი სეზონი დაილევა, ფრინველებს უკვე უშვებენ და ის ჩვეულებრივად კაი ხანი არ მიდის კიდო აქანე, ჩვენთანაა. დღეს დავიჭირეთ ქორი. და უნდა შევხამლოთ ქორი, მე და ჩემო მეგობარმა, უფროსმა კაცმა, ჯონდომ. ისე ახალგაზრდები ბევრი აღარაა დარჩენილი და კიდევ ესენი არიან უფრო მეტად ასაკიანი ბაზიერები, რომლებიც დიდი სიყვარულით უვლიან ფრინველებს. უნდა დავამზადოთ ტყავებით. ტყავი კარგია, რბილია, ცოტა მაგარი უნდა იყოს, რომ არ გაწყვიტოს, თუნდაც ჯანიანია ქორი ძალიან, გადმოხტომის დროს და ფეხებს არ ტკენს. აი ფეხები რო არ ატკინოს რა. ამისათვის უნდა იყოს ტყავი. არის რაღაც საშუალებები, მაგრამ ტყავი ყველაზე მეტი გამართლებულია, რბილია და დასამუშავებლადაც კაია და დიდ ხანს ლევს წყალში რო ჩავა დასოლდება, მალე არ ფუჭდება და არ წყდება. მამაჩემის ბიძამ მასწავლა ბაზიერობა და ფრინველი განსაკუთრებით მყავდა და მიყვარს განსაკუთრებით ქორით ნადირობა. ქორი მაგარია, ხოხობზე ნადირობ ქორით, კურდღელზე ნადირობ. იღზე ნადირობს თავისუფლად. წყალზე რო დეიჭერს, ხო? რაც არ უნდა ის იყოს, დიდი ახლა შიგნით ზღვაში არც არ ის არ დუჯერია ჩემ ფრინველს და ახლა პალიასტომის პირზე დანაჯერი ყავთ, ბაში რო ჩავარდა, იხვიანა, ხო? ცდილობს თვითონ. ნაპირის. რომ ფრინველი ნაპირისკენ მეიტანოს. მეიტანოს ნაპირისკენ. წამეიღოს. უცებ ხო არ გვდება, იხვიც ანუ და
ისე იმაშვება რომ იხვით სურავს თან აი რომ იმაშვება წყალზე ზევით ფრთებს რო იქნებს რა იხვით ისე უნდა გინარგიდან ნაპირისკენ აძალებს რომ მოიყვანოს ნაპირთან ახლოს უნდა მოვჭიმოთ ეს ორე თასმეს მოვჭიმოთ ეს გაკეთეს ბილათაკ ფერზე უკვე всё დამთავრდა ამის შეხამა ეხლა უნდა დავიჯინოთ ეს ხელზე ჩვენ და არის ძალიან ისეთი პროცესი ამისათვის ჯერ ხელზე რო დავიჯინო კარგად და ცოტა ხანი ჯდომას მიეჩიოს უხმარობთ აი თავზე რაც ახურია ხუდი არის მშვიდად რო ვერ ხედავს არ იბძვის და ესეთი აგრესიული არ არის როგორც ეს ახლა ზის ესევე იქნება ესეც მოხსნით ამას აბიცი კბენია აი როგორი აგრესიული გამოხედვა აქვს შეხედე ვარ გვიკბინოს სანამ ხელზე დავისვათ მიკბინება აი შეხედე აი ეს ხუდი ამისთვის არის კარგი ახლა ხუდი რო არ ეხუროს ხელზე არ დაჯდება ახალ დაჯერილი როა და ის რაფერი აგრესიული წეიზროს უნდა მეიხსნას უნდა ხუდი აი ხელზე ზის და ადრე უნდა სულ ხუდი რო ეხუროს და ისე და მე რომეჩო ცოტა ხანში მე ქუცას გადავს და ჩვენი წინაპრები მაგალითად ამის გამო რომ ეს ხუდი ასე არ იყო ეს შევარდნის ისე შევარდნის ხუდია ეს შევარდნებზე ხმარობენ ძირითადად ამ ხუდებს ამისათვის თვალებს ნევსტეცაბით უკერავდნენ აქანი პატარა იმ გუგებზე შეერთდნენ რომ დაეჯინათ ესე იგი როგორ უნდა დავიწყოთ გამართვა ახლა დაჭერილი ფრინველის პირველ რიგში როდესაც შევხმავლოთ დავიჯენთ ხელზე უნდა დავაწყებოთ ხელზე ჭამა ხორცის და ცოტა ეგ არ არის ადვილი საქმე რადგან ახლა ბუნებაში თვითონ იჭერს ჭამს და მე შენი ხელიდან უნდა შეიწყოს ჭამა უკვე ამისათვის ზოგი ფრინველი ჯიუტობს არ იწყებს ჭამას რომ მიუტან ხორცს ახლოს ზოგს ხასიათი აქვს ეგრევე რომ მიიტან დაიწყებს ჭამას და ამისათვის რა უნდა გამოვიყენოთ ახლა ჩვენ ბუნებაში როდესაც იჭერს ქორი თქვა ფრინველს ყველა ფრინველი არის ცოცხალი და მას აქვს ინსტინქტურად გადარჩენის მიზნით გეიქცეს უნდა იფართხალებს რაღაცას და ქორის ფეხებზე თვითონ ამას გძნობს სენსორულად აქვს მოწყობილი და ცოცხალი არსება როდესაც ფეხში ყავს ხო და თუ ის გაქანდა და ცოცხალია ინსტინქტურად ფეხებს უჭერს რომ ეს კლანჭები ჩაარჭოს და დაუნტრიოს რაღაცები ამისათვის ეს უნდა გამოიყენოთ ხორცი უნდა ავიღოთ და აი ფეხებზე უნდა გაუსვათ რომ მივხვდეს რომ აქ რაღაც ცოცხალია რომ გააკეთოს რეაგირება მივხვდით ხან შეიძლება არ გააკეთოს ამაზეც მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ალ კიდევ სხვა მდგომარეობები როდესაც ცოცხალ ფრინველში იჭერს ის რომ ფართხალოს ფრთას იქნებს ფრთას არ ტყამს აი ასეთ ამასათ ადგილებზე ფრთებზე მივხვდი და ეს ხორცი როს ავიღებთ აი ასეთ ადგილებზე უნდა დაუსვათ ფრთებზე და იმას მივარტყათ რომ ტიკნა დაიწყოს როდესაც ტიკნა დაიწყოს მე უკვე მივცემთ ასე მე და როდესაც დაიწყებს ჭამას ახლა შეგვიძლია ცოტა გამოვართვათ ეს ასე მივხვდი და შემდეგ უნდა ვასწავლოთ უკვე შენთან მოსვლა გადმოხტომა ფრინველს შენთან წამოსვლა რომ შენ გაქვს საჭმელი ხელში იცოდეს ამისათვის უნდა დავსვათ ფრინველი შეიძლება 2-3 დღეც დაგჭირდეს ამისთვის ხერწნა რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანო ერთ პირველი 3-4-5 დღეა ცოტა შენს გადიხარ წუთნის პროცესს და ფრინველიც მასთან ერთად შემდეგ როდესაც ხელზე ჭამას კარგად ვასწავლით დავსვამთ ჩვეულებრივად ფრინველს ასე კანდარაზე და პირველად შორიდან არ ვიწყებთ ვარჯიშს რომ შორს წამოვიდეს ეგ არ გვინდა ჩვენ რომ შორს წამოვიდეს არ წამოვა აზრი არ აქვს ტყულა უნდა ვიწვალოთ ფრინველსაც დავაფრთხოთ და ყველაფერს ამისათვის ვეცადოთ უნდა რომ ახლოს პირველ რიგში ახლოს მივიტანოთ ხელი მივხვდით ან დაუწრუპუნოთ ამ შტენაზე რაზეც გვინდა რომ ის გადმოხდეს ხელზე მივხვდით ჯერ ახლოსაც შეგვიძლია მიტანა მოატიკნიებ ხო მე ცოტას გამოუწევ ხელს ორი რა უნდა ქნას გადმოხდა ხელს ამას რო გააკეთებთ ცოტას კიდე შევაჭმევთ მე შეგვიძლია გამოვართოთ და ისევ დავსვათ კანდარას შემოვად ზურგით არასდროს არ დასვათ და მე არ დაუძახოთ ეცადეთ რომ ხელი ასე კუძე მიადვათ რომ შემოატრიალოთ ფრინველი ნელა ფთხილად მშვიდად არ და შემდეგ შეგვიძლია ცოტა გავიწიოთ თუ წამოვა შორე კარგია თუ არა და პირველი 3 დღე ვეცადოთ რომ ახლოს მივიწიოთ ისე შემდეგ აი ესე გადმოხდება კიდე და ასე ნელა თოგს გავაგრძელებთ და დაახლოებით 20-30 მეტროზე უკვე რომ მოდის ფრინველი
ის უკვე იმა გამართულია. შემდეგ ვიწყებთ ხეზე ხიდან წამოსვლა რო ვასწავლოთ. ანუ ხეზე შეფრენილი ფრინველით რო წამოვიდე ჩვენთან. ეს აუცილებელი იმისთვის არის, რომ როცა ნადირობ, თქვა ფრინველით, შეიძლება ფრინველო ვერ დაიჭიროს, რასაც მისდევს და შეფრინდება ხეზე. და იქიდან ჩამოსვლა შენთან თუ არ ასწავლე ხორცით, ესე იგი მაშინ მოგიწევს ყველა წუთში ხეზე სრბილი. ამისათვის მე ხეს ვნახავთ, სადაც ასე დაბალი ტოტებია რაღაცა გაკეთებული. შევსვამ ხოლმე, ხე. შემდეგ ვიწყებთ იგივე პროცესს რა, ახლოს. ხორცს ახლოს მივიტან. ვაჭმევ ასე. მიხდი, რომ დაიმახსოვროს ჩემ ხელშია ხორცი. შემდეგ გამოვწევ ცოტა საკით. მიხდი, გამოვწევ ცოტას. გადმოხტება ეკაც. ამ პროცესს როცა მივიტანთ. ცოტას მოვაჭმევთ კიდე. შვიდად, რაც შეიძლება შვიდად უნდა იურთიერთო ფრინველთან რა. ნევრები შენ თვითონ არ უნდა მოგეშალოს. თუ მოგეშალა ნევრები ფრინველს ვერაფერს ვერ ასწავლი. იმიტომ ხან იზამს, ხან არ იზამს. მიხდი? შემდეგ კიდევ ცოტა შორე გამოვარ. დაუწრუპუნებთ ასე, აი? ესე გააკეთებიოთ. მე თოქს ჩაბავ ამაზე ხიზაზე, ერთ 10-15-20 მეტრაზე უკვე რომ მოდის ხიდანაც, შეგიძლია ფრინველი უკვე მზადთან და გაიყვანოს სანადიროდ. და ასე გაიცნო, მაგრამ წვნის პროცესს ცოტა შენც მოთმინება გჭირდება, იმიტომ ფრინველი ხან გააკეთებს იმას, რაც შეგინდა, ხან არ გააკეთებს. ხან უნდა დააკვირდე რა უნდა, რა სიტყობს. მიხდი, რა მდგომარეობაშია, გაღიზიანებულია რა, კაი ხასიათზეა. და ის გამოიყენო უნდა ყველაფერი აუცილებლად რა. შვიდად რაც შეიძლება. ურთიერთობა ფრინველთან.